მოგესალმებით თქვენს მე გადაცემას თავისუფალი აზრი, რომელიც არის FM 94.3-ზე. ჩვენი გადაცემა მხარდაჭერილია ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს მიერ. ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი არის 923953. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი არის სახალხო დამცველი ბატონი გიორგი ტულუში. და ბუნებრივია მე ვფიქრობ განმარტება აღჭირდება იმას, რომ ჩვენი დღევანდელი გადაცემის მთავარი თემა იქნება ანგარიში, რომელიც ბატონმა გიორგიმ გუშინ წარადგინა, პარლამენტს წარუდგინა. ამ ანგარიშის იქნებ პატარა ანგარიში, მოახერხოთ და მოვისმინოთ და გავიგოთ ჩვენს ქვეყანაში ადამიანის უფლებები ყველაზე მეტად რა კუთხით, რომელ სფეროში ირღვევა. მოგესალმებით და პირველი კითხვა ალბათ სწორედ ესეთ ზოგადი ხასიათის იქნება, რომელი არის ის სფეროები, სადაც ყველაზე მეტად ფიქსირდება ადამიანის უფლებების დარღვევა. ვიდრე პასუხს გასცემდეთ, კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩვენს მსმენელს ტელეფონის ნომერს 923953 არის ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი. თუ კი გექნებათ კონკრეტული შეკითხვები, შეგიძლიათ დაგვირეკოთ და დავუსვათ თქვენი კითხვა გიორგი ტულუშს. გამარჯობათ. მადლობა მოწვევისთვის თქვენ გადაცემაში. რა თქმა უნდა, ხა ძალიან მოკლედ გამიჭირდება მთლიანად ჩემი ანგარიში ჩაგაბარეთ. მაინც ვეცდები, რომ რაც შეიძლება უფრო მოკლედ ვეცადო ვისაუბრო იმ სქელტანიან ანგარიშზე, რომელიც გუშინ გადაუგზავნეს საქართველოს პარლამენტს. ანგარიში რა თქმა უნდა ასახავს 2009 წლის მეორე ნახევარს, ეს არის ივლისი-დეკემბერი. შესაბამისად ამ ანგარიში მოხდა ყველა ის აქტუალური თემა და ის უფლება დარღვევა, რომელზეც ჩვენ დაწესებულება მუშაობდა ამ 6 თვის განმავლობაში. გარდა ამისა, ჩვენ მოგვეცა საშუალება ამ 6 თვის განმავლობაში ჩაგვეტარებია სრულყოფილი მონიტორინგი და შეფასება მიგვეცა საჯელახსოვრების დაწესებულებაში არსებული სიტუაციისთვის, ასევე ფსიქიატრიული საავადმყოფოებისთვის, მოვიარეთ ყველა ბავშვთა სახლი, რაც კი შევძელით და გარდა ამისა მოახერხეთ ასევე მონიტორინგი ჩაგვეტარებია პოლიციის დროებითი მოთავსების იზოლატორებში და ჰალფვახტებში, სადაც როგორც ჰალფვახტები როგორც წესი სამხედრო პოლიციის დაქვემდებარებაში. ეს რაც შეეხება მონიტორინგს უშუალოდ, ვინაიდან ჩვენ უკვე 1 წელია ვახორციელებთ ეროვნული პრევენციის მექანიზმის ფუნქციას, რაც გაეროს კონვენციის ფაკულტატური ოქმის საფუძველზე გამოგვეცა, როგორც დამატებითი ფუნქცია, თუმცა რა თქმა უნდა, ანგარიში არის ისეთი თავების, რომლებიც ყოველთვის იყო ხოლმე სახალხო დამცველის ანგარიში, თავები, რომლებიც უკავშირდება სასამართლოს ფუნქციონირებას, გამოხატვის თავისუფლებას, დევნილთა უფლებებს, ბავშვთა უფლებებს, ანუ აქ ჩვენ უკვე ბავშვთა უფლებებს ვეხებით სწორედ იმ ბავშვებს, რომლებიც არ არიან ინსტიტუციებში მოთავსებული. ამ შემთხვევაში, რომლებიც იმყოფებიან, თქვათ იგივე სამზრუნველო დაწესებულებების გარეთ. რა თქმა უნდა, საუბარია ანგარიში ასევე პროკურატურის და პოლიციის საქმიანობაზე ზოგადად და შესაბამისად ჩვენ ვეხებით სოციალურ და ეკონომიურ უფლებებსაც, როგორც არის აკუთრების უფლება, როგორც არის სოციალური დახმარებები, ასევე ანგარიში საუბარია პირველად სხვათა შორის რეპრესირებულებზე და საწარმოო ტრამვა მიღებულ პირებზე, ვინაიდან ჰქონდათ გარკვეული კარგი მასალები და შევძელით ამის გაკეთება. შესაბამისად, მოიწყეს ვთქვათ, რომ დიდად ტრადიცია არ დაღვევა ეს არის საუბარი რეპრესირებულებზე სწორედ საბჭოთა ხელისუფლების დროს და ამის შემდეგ იყო გარკვეული ვალდებულებები ნაკისრი სახელმწიფოს მიერ, თუმცა უმეტესი მათგანი ვერ შესრულდა, იქიდან გამომდინარე, რომ ის კანონები, რომლებიც უნდა მიღებულიყო, არ მომზადდა. შესაბამისად, ამაზე გვაქვს. ეხლა ხან ერთ-ერთმა ოჯახმა მოიგო საქმე ევროსასამართლოში, სწორედ საქართველოს წინააღმდეგ. აქ იყო საუბარი კომპენსაციებზე, პენსიაზე, მთელ რიგ სოციალურ შეღავათებზე, რომელიც უნდა გაწეოდა, თუმცა ვინაიდან ვერ მოხერხდა კანონით გათვალისწინებული სხვა ნორმატიული აქტების მიღება, ეს თემა დარჩა ღია და სწორედ ამას ვითხოვთ ჩვენ, რომ ეს თემა დარეგულირდეს და ამას მიეხედოს და სახეზეა უკვე ევროსასამართლოდან გადაწყვეტილება სწორედ ამ საკითხს. მომჩივანი სასარგებლოც ალბათ. კი, საქართველოს კონკრეტული პრობლემა არის ამ შემთხვევაში მე შემიძლია ჩემი სუბიექტური გამოცდილებიდან მოგახსენოთ, მაგალითად ჩემი ოჯახის ერთ-ერთი წევრი არის რეპრესირებული ოჯახის შვილი და ის იღებს პენსიას. ამ შემთხვევაში რაღაც გადანაწილება მოხდა? აქ მარტო პენსიაზე არ არის საუბარი, აქ არ იყო მხოლოდ პენსიაზე საუბარი, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ბოლო პერიოდში აი ამ შეღავათების მიღმა დარჩა თითქმის ყველა. იქიდან გამომდინარე, რომ იყო კანონში ჩანაწერი სპეციალურად, რომელიც მიუთითებდა იმაზე, რომ მე ვერ მომხლია იმ კანონის, რომელთაც მომზადებული იყო დამატებით
სოციალური გარანტიებისთვის და მთელი რიგი შეღავათებისთვის პაკეტი, მაგრამ ეს კანონები ფიზიკურად არ მომზადდა. შესაბამისად, ვერ ამოქმედდა. სწორედ ის, რაც იყო გათვალისწინებული. თორე კანონი არსებობს, რომელიც ითვალისწინებს, თუმცა ეგ როგორი თემაა, როდესაც არსებობს ჩანაწერი, მაგრამ ამბობს, რომ ეს უნდა დარეგულირდეს სხვა ნორმატიული აქტი და მერე ის აღარ არსებობს და გეუბნებიან, რომ იცით რა, კი, თქვენ ეს გეკუთვნით, მაგრამ ჯერ ამისთვის ნორმატიული ბაზა არ შექმნილა. აქედან გამომდინარე, ეს თვითონ გადაწყვეტილება არის საკმაოდ საინტერესო. გასაგებია 923-953 არის ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი და ეხლა უფრო კონკრეტულად ვეცადოთ გავიგოთ მაგალითად რა ტიპის პრობლემები არის ყველაზე მეტად და ყველაზე ხშირად სასჯელო აღსრულებით ხდება ამ სფეროში ასე ვთქვათ. ვიცით რომ აი ჯანდაცვის რეფორმა რომელიც მზადდებოდა რამდენად მიმდინარეობს ეს რეფორმა, რამდენად უზრუნველყოფილი არის პატიმრების ჯანმრთელობა, რამდენად დამოუკიდებელი არის თქვათ ციხის ავადმყოფოს ექიმები დამოუკიდებლები არიან ადმინისტრაციისგან და ასე შემდეგ. აი აქ რა ტიპის პრობლემებია? რაც შეეხება ზოგადად სასჯელო აღსრულებას, მე აღნიშნე შესავალსი, რომ ეს სფერო კვლავ რჩება საკმაოდ პრობლემატურ სფეროდ საქართველოში და მინდა გითხრათ, რომ იმის მიუხედავად, რომ გაიზარდა დაფინანსება და მეტი ყურადღება ექცევა, არის რამდენიმე ძალიან სერიოზული პრობლემა, რომელიც სისტემატურად იყო და სამწუხაროდ რჩება მოუგვარებელი. ანგარიში ასევე სხვა შორის აღნიშნულია გარკვეული პროგრესი, რომელიც მთელი რიგი მიმართულებებით იყო. მაგალითად, ვიტყვი ერთ-ერთს აღნიშნულია, რომ მთელი დაწესებულებებში სტომატოლოგიური მომსახურებით კი მოგვარდა და რო ვიძახდით, რომ არ ქონდათ მასალა და არ ფუნქციონირებდა, ბოლო მონიტორინგის დროს დაფიქსირდა, რომ შედარებით უკეთეს მდგომარეობა. თუმცა ციხის ექიმები დღემდე აცხადებენ, რომ ისინი ვერ იღებენ ზომებს, ვიდრე არ იქნებათ მითითება ადმინისტრაციისგან და ხშირად ამიტომ მძიმდება პატიმარი ავადმყოფობის. ნინო, მინდა გითხრათ, თქვენ ძალიან კარგად ხართ ინფორმირებული, ისე შთაბეჭდილება მშევდა, რომ ჩემთან ერთად იყავით მონიტორინგზე, იქიდან გამომდინარე, რომ ცალკე თავი ეთმობა სწორედ აი სასჯელო აღსრულების დაწესებულებაში მომუშავე ექიმების დამოუკიდებლობას. ეს არის ძალიან საინტერესო ქვეთავი ჩვენს ანგარიში, სადაც პირდაპირ არის საუბარი იმაზე, რომ ძალიან არის შეზღუდული ექიმების დამოუკიდებლობა. ძალიან ხშირად დაწესებულების ხელმძღვანელი, რომელიც არანაირად არ არის გარკვეული, ვთქვათ, სამედიცინო სფეროში, აძლევს ხოლმე მითითებებს ექიმებს, თუ რა უნდა გააკეთონ მათ სიტყვაზე, მიხედონ თუ არა კონკრეტულად პატიმარს, რომელსაც ჭირდება. ან გადაყვანა სხვა დაწესებულებაში, ხო, ლოგიკურად წარმოიდგინეთ, ამას ექიმი უნდა განსაზღვროს, რომ იმანიცის, ახლა ჭირდება თუ არა, ვთქვათ, სპეციალიზებული დაწესებულება. არა, ძალიან ბევრ დაწესებულებაში ეს გადაწყვეტილება მიღებულია ძალიან ხშირად დაწესებულების დირექტორის მიერ. კიდე არის სხვა თემები, რომლებიც უკავშირდება იგივე სამედიცინო დოკუმენტაციის სათანადო წარმოებას. ესე ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება ერთ მომენტში კი ვფიქრო, რომ აი რა, მე რო არ არის სწორი ჩანაწერი. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ძალიან ხშირად ვთქვათ არ ახლავს პატიმარს თან სრული ისტორია მისი ავადმყოფობის და თუ რაიმე კრიტიკული სურათი დადგა ძალიან რთულდება დადგენა იმისი თუ რა ხდება. იქიდან გამომდინარე, რომ ელემენტარულად არ არის ნორმალურად ნაწარმოები. არ არის დაცული სტანდარტები, იგივე ჯანდაცვის სამინისტროს რაც აქვს დამტკიცებული ინფორმით არ მიმდინარეობს სასჯელო აღსრულებაში დოკუმენტაციის წარმოება. საერთოდ მათი ყველა დაწესებულება, რომელიც ჯანდაცვის კუთხით მუშაობს, არის არასერტიფიცირებული. ისინი არის ცალკე, ეს არის სამინისტროს დეპარტამენტის დაქვემდებარებაში, აქედან გამომდინარე ჩვენ ვაწყდებით უამრავ პრობლემას. ჩვენი მონიტორინგის შედეგად გაირკვა ისიც, რომ მინდა ვთქვა, რომ ალბათ ყველა ექიმს, რომელიც არის დასაქმებული ამ სისტემაში, არც ერთი გადამზადების და ტრენინგის და მომზადების კურსი არ აქვს გავლილი ბოლო წლების განმავლობაში. არ არის გავლილი. ჩვენ ეს შევამოწმოთ, გარდა ამისა, თვითონ კვალიფიკაციის დონე სამწუხაროდ ძალიან ხშირად სტანდარტებს ვერ